და აი ვაგრძელებთ მე-17 რიგიდან, სადაც უნდა გავაკეთოთ ასევე გადაჯვარედინება, აი როგორც ქვემოთ გავაკეთეთ, აი აქ დააკვირდით, აი აქ ვართ ახლა ჩვენ. აქ ესე იგი 3 თვალი და 3 თვალი ერთმანეთზე უნდა გადავაჯვარედინოთ, როგორც ქვემოთ იყო. პირველი სამეული ზემოდან იქნება, მეორე სამეული ქვემოდან. შემდეგ ორი უკუღმა იქნება, ხო? შემდეგ ორი წაღმა და მატება, ორი წაღმა, ორი უკუღმა და ისევ გადაჯვარედინება, უბრალოდ პირველი სამეული ქვემოთ იქნება, მეორე სამეული ზემოდან. ეხლა მე გადავიტან აი ამ პირველ 3 თვალს. დავხმარე ჭხირზე. აი მე ხა ვხმარობ ესეთ ნემს, ესეც მსხვილ ნემს. ესე პირველი სამეული ზემოდან, ხო? ესე ზემოდანვე დავიკავებ. და ვაგრძელებთ ქსოდ ჯერ მეორე სამეულს. აი ესე. შემდეგ პირველ სამეულს მოგსვა. აი აქ. 1 მეორე და მესამე. კარგად. აქ ეხლა ვაგრძელებთ როგორც გითხარით და უკუღმათლები მოდის. 1 და 2. ეხლა 2 წაღმა და აი შუა თვალი ხედავთ ხო? შუა თვალი აქ უნდა გავაკეთოთ მატება 1 აი ესე კიდე და იგივე თვალში აი ესე კიდე 2 წაღმა 2 უკუღმა აი ესე თვითონ ნაკსოვიც გეუბნებათ როგორი თვლები მოდის ხო? 2 უკუღმა და ისევ აი ესეთი გადაჯვარედინებული ნაკსოვი პირველი 3 თვალი უნდა გადავიტანოთ დამხმარე ჭხირზე და ეს მოვახვედროთ უკან რახან ქვემოთ უნდა იყოს აი ესე დავიკავებ ესე ეს სამუშაო ძაფი წინ გადმოიტანეთ იმიტომ რომ ჯერ ვგსოთ აი მეორე სამეულს აი აქ 1 2 3 ეხლა ვგსოთ მეორე პროსოდ პირველ სამეულს ხო? პირველად ესე რაც ავკრიტებ დამხმარე ჭხირზე 1 2 და 3 აი ეს ჩვენი უკვე მეორე ესეთი გადაჯვარედინება გავაკეთეთ ნახეთ რა ამასია ეხლა უკუღმა რიგი მე-18 რიგი აქ როგორც გვხდებათ თვლები, აი როგორი თვლებით შეგხვდებათ, ისე გსოვთ. ანუ სადაც წაღმა იყო, წაღმას გსოვთ, ანუ უკუღმა რიგიდან რო შეხედავთ, აი უკუღმა თვალი თუ ჩანს, უკუღმათ უნდა მოგსოვთ. ანუ აქ 6 უკუღმა იქნება. იმიტომ რომ 6 თვალი იყო ეს გადაჯვარედინებით, რაც გამოვიდა, ხო? აი ესე. შემდეგ 2 წაღმა გაქვთ. აქ სულ უკუღმათლები გაქვთ ცენტრში. და წინა მხრიდან რა თქმა უნდა ეს გამოჩნდება როგორც წაღმა ნაკსოვი. ხო, წაღმათლები. და ისევ 6 უკუღმა ბოლოს, ხო? აი ესე. გამოვარჩიეთ კარგად. არ გამოვტოვოთ არც ერთი თვალი, სადაც გადაჯვარედინება ხოლმე ცოტა ეს არის მოჭიმვაა და არ გამოგრჩეთ აუცილებლად 6 თვალი უნდა მოგსვათ. კარგით, მე-19 რიგი გვაქვს. აქ არაფერი ისეთი სირთულე არ არის. ძალიან მარტივად იქსოვება. მე-19 რიგი. 6 წაღმა, 2 უკუღმა, 1 2 3 წაღმა, აქ მატება 3 წაღმა, 2 უკუღმა და 6 წაღმა. ძალიან მარტივია ახლა. აი ეს ფაქტიურად ეს ინტერვალები ახლა თუ არ გაითვალისწინებთ ამ რუიანების ეს არის ცოტა ესე მოუხერხებელი ფიზიკურად, თორე ესეც არ არის მაინც რთულებოდ. თვალი არ გაგექცეთ, როცა დამხმარე ჭხირზე გადაგაქვთ.
3 თვალი, ხო? ესე 6 წაღმა. ანუ სადაც წაღმებია, წაღმას ვქსო უბრალოდ. აქ არის მატება, წაღმა რიგში მატებაა სწორ ადგილას გასაკეთებელი. ესე იგი 3 წაღმა, აი ამ 1 2 3. აქ უკვე მატება 1 თვალიდან 1 ეს მეორე იყო რომ გადავდე და კიდე მესამე. ანუ 1 თვალიდან 3 ამოყავს. ისე წაღმა თვლები ჩვეულებრივ. და აქაც ესე იგი უკუღმა თვლები იყო, სადაც უკუღმა თვალი შემხვდა და ეხლა ისევ წაღმა თვლები. 6 წაღმა. აი ეს. და ეხლა მე-20 რიგი, ხო? აქ ძალიან მარტივია, სადაც როგორი თვალი შეგხვდებათ, ისე უნდა მოგხსოვოთ. ცენტრალურ ნაწილში სულ ყველგან იქსოვება, როგორც უკუღმა თვლები უნდა მოგხსოვოთ, აი ეს ადგილი ნახეთ. აი ეს ადგილი გაიაროთ. ესეთია თეთრი კვადრატებია და ხვდებით ალბათ. ესე იგი, სადაც უკუღმა შეგხვდებათ, მოგხსოვთ როგორც უკუღმას. აი წაღმა შემხვდა, წაღმა მოგხსოვ. ეხლა სულ უკუღმები აქვს შუაში. წინა მხრიდან, რა თქმა უნდა, ისინი გამოჩნდება როგორც წაღმა თვლები. აქ ეხლა გამოვარჩიოთ, ხო ეს 1 თვალია. სადაც მატება იყო ეს ადგილია და 3 თვალი აუცილებლად მოგხსოვეთ იქ, სადაც 3 თვალი იყო 1 თვალიდან ამოყვანილი. და 6 აქ 6 უკუღმა ხო ბოლოს. კარგით, 21 რიგი. ეხლა აქ ფიქრობ, რომ მარტივია პრინციპში, თქვენც შეგიძლიათ ეს მოგხსოვოთ. ესე იგი 23 რიგი. ისევ, სადაც წაღმა გაქვს, წაღმას მოგხსოვთ, სადაც უკუღმა უკუღმას, აქ გადათვლით. აქ თუ კარგად ცნობთ პირველ, ანუ ცენტრალურ თვალს, იქ აკეთებთ მატებას, მაგრამ აქ ჯობია სქემა შეხედოთ. ანუ 2 უკუღმას შემდეგ გაქვთ 1 2 3 4 5 წაღმა და მერე მატება. ესე იგი 6 წაღმა. ой. სქემის მერე უჭერს გადმოსვლა ჩემი თითებზე, ჭხირებზე ფოკუსის განმოტანა უჭერს. 2 3 4. აქ თითქოს მეტი იყო 23 რიგზე. ზე ხო არ ვართ. 1 2 3 4 მაქვს მოკლედ აქ მე. 1 2 3 4 ხო ეთქვა მე 21-ზე ვარ ჯერ ხო. ხა მატების დროა. ცენტრალური თვალი კარგია რომ იცნოთ რომ მაშინ არ შეგეშლებათ ნამდვილად რომ ისევ იმ ცენტრალურ თვალზე უნდა გააკეთოთ მატება. სქემას თუ მიყვებით სულ ფლად ადვილია პრინციპში. სქემით. მაგრამ სქემის გარეშეც პრინციპში თუ დააკვირდებით აი ესე. აქაც ესე იგი ეს 21 იყო 22, ესე იგი აქ როგორი თვლებით შეგხვდება ზუსტად ისევ. მოდით აქ მე გადავთვლი მაინც შევამოწმენ ალბათ 22 რიგში ვარ. აი შუაში რამდენი თვალი მაქვს, აი ეს რომელიც უკუღმათ უნდა მოგხსო, ხო უკუღმა რიგში 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 თვალი უნდა გქონდეთ შუაში. ესე იგი 22 რიგში ხართ ნამდვილად. აქ 6 თვალია. ეს ნაპირა ხო?
პირველ თვალს არ გსოვთ ხოლმე, ხო, ხედავთ, სადაც მხოლოდ სადაც რუიანებია, იქ გსოვთ, იმიტომ რომ იქ გადაჯვარდინებას ვაკეთებ და ისე აი პირველი თვალი პირდაპირ გადავიტანე. ეხლა აქ 11 თვალი უნდა იყოს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. კი 22 რიგში ვარ, ესე იგი. მტობა ამერია, რომ 23 მეგონა იქ, რო გითხარით, წაღმა რიგზე. ვიყავი 21-ზე სინამდვილეში. აი ეს. აბა ვნახოთ, აი ესეთია. ეხლა 23-ზე ვართ ნამდვილად. აქ ესე გადავალთ 6 2 აქ ეკნებათ 5, ხო? 1 2 3 4 5, იმიტომ რომ წინაზე 4 იყო იქ პირველ მატებამდე და 1 2 3 4 5 6 1 უკუღმა, უпроსად 2 უკუღმა, რომელიც შეგხვდებათ, ესე ჩანს კიდევაც 2 უკუღმა შემხვდა და 1 2 3 4 5 წაღმა, აი ეს არის თქვენი ცენტრალური თვალი, სადაც მატებას აკეთებთ, ესე და კიდევ ესე. ისევ 5 წაღმა გექნებათ. ორი უკუღმა და 6 წაღმა. აი ესეც 23 რიგი იყო და 24 რიგი. ჩვეულებრივ აქ ძალიან მარტივად, სადაც როგორი თვალი შეხვდება, ზუსტად ისე გსოვთ. ნახოთ აქ რადგანაც მოგსოვე თითქოს ბოლო თვალი, როგორც უკუღმა და უნდა მომექსოვა როგორც წაღმა. სულ წაღმა, 6 წაღმა იყო, ხო, ბოლოში. კარგით. ხა ვაგრძელებთ. ესე იგი, უკუღმას პირველ თვალს არ გსოთ, გადაგაქვთ უბრალოდ. აქ სულ უკუღმა თვლებია ჯერჯერობით. 2 წაღმა. და აქ უკვე მე მგონი 13 უკუღმა არის. გაიზარდა კიდევ, ხო, 2 თვალით იზრდება. აი შუაში რომ მატებებს ვაკეთებთ ხოლმე, ხო, წაღმა რიგებში. კარგად, აი ესე. ორი წაღმა. ბოლოში, ესე იგი, ნაპირებში 6-6 არის ხოლმე, ან წაღმა, ან უკუღმა, სადაც აი ეს ნაწნავი ფორმირდება, ხო, 3-3-ზე. კარგით, აბა შევხედოთ ახლა. აი ესეთია ჩვენი ნაკსოვი. და ახლა უნდა ისევ გავაკეთოთ ნაწნავები, ხო? ანუ აი აქ ვარ 25 რიგზე ვარ ახლა მე, მოდით მივახოლებ კარგად. 25 რიგზე. 3-3-ზე პირველი სამეული ზემოდან უნდა მოვახვედოთ, მეორე ქვემოთ, ხო? გადაჯვარდინება. შემდეგ 2 უკუღმა და კიდევ ნაწნავი უნდა გააკეთოთ. ესე იგი 3-3-ზე, ხო? პირველი სამეული ზემოდან, მეორე სამეული ქვემოდან. აი ესეთი დახრა მაგას გეუბნებათ. შემდეგ მატება, აი ნახეთ, აი აქ მატებაა ესეთი ნიშანი. როგორც აქ ქვემოთ ჰქონდათ ყველგან. შემდეგ უკვე ისევ ნაწნავია, ოღონდ პირველი სამეული ქვემოთ უნდა მოახვედოთ, მეორე ზემოთ. დახრა აქეთ არის, ხო? შემდეგ 2 უკუღმა და ისევ ნაწნავია. აი ეს. ისევ ისეთი, ესე იგი პირველი სამეული ქვემოთ, მეორე ზემოთ. კარგი, აბა ნახოთ ახლა. 25 რიგი. დამხმარე ჭხირი გჭირდებათ, ხო? პირველი სამეული. წინიდან მოვახვედროთ. 1 2
3 ესე ვსვოთ ჯერ უკანა თვლებს, ხო, უკანა 3-ს 1 2 3 ეხლა აი ამ ჩვენ დამხმარე ჭხირზე თვლებს 1 2 და 3 ეს ეხლა მოგხსოვთ ორ უკუღმას და კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ ის ნაწნავი იგივე წესით ეს პირველი სამეული ზემოთ უნდა მოახვედროთ გადავიტანოთ 3 გხსოვთ ჯერ მეორე სამეულს მე პირველ სამეულს ეხლა როგორც გითხარით მატება გვაქვს ცენტრში ეს ცენტრალური თვალია 1 მეორე და მესამე 3 თვალი 1 თვალიდან ისევ 3 თვალი უნდა გადავიტანოთ დამხმარე ჭხირზე ოღონდ უკვე უკანა მხრიდან იქნება აი ესე ეს უნდა მოხდეს ქვემოთ პირველი სამეული და მეორე სამეული ზემოდან ეს ამაშავ ძაფი აქეთ გადმოიტანეთ 1 2 და 3 ეხლა აი ეს უკანა სამეული რომელიც გქონდა ის უნდა მოგხსოვო 1 2 და 3 ისე ორი უკუღმა 1 და 2 და ისე უნდა გავიმეორო ეხლა რაც გავაკეთებ 1 სამეული მოვახვედროთ ქვემოთ ეგ სირთულე რაც არის ეს ორი ჭხირი ერთდროულად უნდა დაიკავოთ ერთხელში ეს და ეს ეს რკინის და ხის ახლა მე როგორც მიგავია 1 2 და 3 კარგით და ახლა აქეთ 1 2 და 3 მოჩა კარგი, ეხლა გადავდივართ შემდეგ რიგზე, უკუღმა რიგია, ხო? უკუღმა რიგი გვაქვს 26. აი აქ ვართ. მოგხსოვთ, როგორი თვლებით შემხდება, ისე თვლებს გხსოვთ. ერთადერთი აი აქ უნდა დააკვირდეთ ყურადღებით, რომ აი უკუღმა თვლების შემდეგ 26 რიგში გაქვთ, უბრალოდ ეს როგორც წაღმას მოგხსოვთ თქვენ. ეხლა ხვდებით აქ თეთრი კუბიკები ეს ნიშნავს, რომ უკუღმა რიგში თქვენ გხსოვთ როგორც უკუღმას, რომ წაღმა მხარეზე წაღმა გამოჩნდეს, ხო? ესე იგი 6 უკუღმა გაქვთ, 2 წაღმა. შემდეგ 1 2 3 4 5 6 უკუღმა. შემდეგ იქნება 1 წაღმა, ხედავთ ხო, ესეთი წრე არის შავი წრე. შემდეგ 1 უკუღმა, 1 წაღმა, 6 უკუღმა, 2 წაღმა, 6 უკუღმა. აი ესეთი იქნება თქვენი 26 რიგი. აი ეს გაითვალისწინეთ ახლა, რომ არ შეგეშალოთ. ისეთი არ არის, როგორც შეგხვდებათ ისეთ თვლები, ესე არ არის. რაღაც ადგილებში კი ეს მაგალითად ახლა რასაც გსოვ 6 უკუღმა გაქვთ. 2 წაღმა.
შემდეგ აქ მქონდა 6 უკუღმა. გადავთვალოთ კიდევ, აი აქედან ხო 2, 4 და ჯერ 5-ია კიდევ, აი 6. ეხლა აქ როგორც გითხარით, 1 წაღმა, 1 უკუღმა, ეს არის სადაც მატება იყო წინა რიგში და ისევ წაღმა. აი ცენტრალური 3 თვალი ეს იქსება წაღმა, უკუღმა, წაღმა და შემდეგ ისევ აი როგორც ხედავთ, როგორი თვლებიც მოდის, ისეთი თვლები უნდა მოგხსოვთ. აქ 6 უკუღმა გაქვთ. შემდეგ 2 წაღმა თვალი გაქვთ და ისევ 6 უკუღმა. მეთქ გავასწორებ მე რაღაც მეჩვენება რომ ეს თვალი շատ ლამაზად არის ეს ძაფები ძალიან აი ეს გონი უკეთესია და კიდევ ერთი აი ესე გვაქვს ახლა 26 რიგი მოვგზავნეთ ჩვენ 27 რიგი ესე იგი ვართ ჩვენ აი ამ ადგილას აქ ჩვეულებრივად სადაც როგორი თვალები მოდის ესე იგი 6 წაღმა 2 უკუღმა აქ დააკვირდეთ რომ სწორად აი ნახეთ ეს უკუღმა თვლები სწორად გააკეთოთ აი აქ ხო 27-ზე 1 2 3 4 5 6 და უკუღმა თვალი უნდა მოგხსოვოთ, აქ მატება. ანუ ფაქტიურად იგი ეს ფაქტიურად როგორც შეგხვდებათ, მაინც ესე უნდა მოგხსოვოთ მარტივად, იმიტომ რომ იქ უკუღმა თვალი უკვე მოგხსოვეთ. ესეთნაირად არის წინა რიგი ისე მოგხსოვეთ, რომ ნახეთ. ესე იგი 6 წაღმა, პირველი თვალი გადავიტანე, ხო, როგორც დაინახეთ. ესე, ეხლა 2 უკუღმა. აი აქ ისევ 6 წაღმა, ეს არის ფაქტიურად აი ნაწნავის ფრაგმენტი. 3-3-ზე, ხო? ესეთი ნაწნავები გვაქვს. აი ეს 2 უკუღმას შემდეგ 2, 4, 6. ეხლა აქ უკუღმა გაქვთ, ისედაც მოგხსოვთ როგორც უკუღმას. და ეს ცენტრალური თვალი, აქ მატებაა საჭირო. 1 ესე და ეს. ეს 3 თვალი ამოდის 1-დან. ისე უკუღმა. უკუღმა იყო. ხო 6 წაღმა. როგორი თვლებიც გვხვდებათ, ისეც მოგხსოვთ. 2 უკუღმა მოდის. მით უმეტეს უკუღმა რიგში უფრო ხშირად ესე არის ხოლმე. მატებაც არ გჭირდებათ ხოლმე უკუღმა რიგში. აქ სულ 6 წაღმა იქნება, ხო, ისე, იმიტომ რომ ესეთი ნაწნავი ადგილია. აი ეს. აი ესეთი. კარგით. 22 უკუღმა რიგი, ხო? უკუღმა რიგში ჩვეულებრივ აი აქ არის თუ ჩანს, იმედია რომ ჩანს. როგორი თვლებიც გაქვთ იმათ თავზე ისეთივე თვლებს. ერთადერთი აი აქ, მოდით, კარგით, ახლა მივახალებ. უკუღმა თვლები ცოტა მეტია, ვიდრე წინა რიგში იყო. აქ 6 თვალს რომ მოგხსოვთ, 2 უკუღმა უნდა მოგხსოვთ. ანუ თქვენ რომ აი აქ მატება გააკეთეთ, ხო, აი ამ ცენტრალურ თვალზე. აი იმ თვალიდან 3 თვალი ხო ამოიყვანეთ, ესე 3 თვალი გიზით ჭხირზე. ერთი იქნება უკუღმა, მერე წაღმა, მერე უკუღმა. ანუ ეს როცა წაღმახრიდან უყურებთ, ახლა მე რომ მოგხსოვ, დააკვირდით და როგორც მოგხსოვ, ზუსტად ისე გააკეთებთ. ესე იგი პირველ თვალს გადავიტანთ, როგორც ყოველთვის, ესე. უკუღმა, 6 უკუღმა გაქვთ. ორი წაღმა. აქ გაქვთ, აი ახლა 6 უკუღმა და
2 წაღმა უნდა მოგსოთ. გადავთვალოთ ახლა, ნახეთ, აი მას შემდეგ რაღაც აქ წაღმა მოგსოვე ბოლოს, ხო? იქიდან და გადავთვალოთ 6 უნდა გქონდეთ. 2, ხო? 2, 4 და 6. ეხლა აი ეს ერთი წაღმა, კიდევ ერთი წაღმა, ეს წაღმა მხრიდან რო შეხედავთ, გამოჩნდებიან როგორც უგუღმათვლები, ხო? აი ეს ცენტრალური თვალია ეხლა, რომელსაც როგორც უგუღმას მოგსოვ, ანუ წინდა რო შეხედავთ, როგორც წაღმა გამოჩნდება. ხო? ეხლა აქ 2 წაღმა. აი ეს. ეხლა გააგრძელეთ, როგორც ნაკსოვი ითხოვს, ისე უნდა მოგსოთ. აი ესე. ექვსი უგუღმა, ხო? ესეც და მერვე რიგი. შევხედოთ. აი ესეთი ლამაზი ნაკსოვი გაქვთ. 29 რიგი გვაქვს. 6 წაღმა, 2 უგუღმა. 6 წაღმა, 2 უგუღმა, მატება, 2 უგუღმა, 6 წაღმა, 2 უგუღმა, 6 წაღმა. ძალიან მარტივია. ბევრი თვალი გადავიტანე, ხო? ასე. იქ სადაც რუიანებია, ესეც უნდა გააგრძელოთ, როგორც რუიანები ითხოვს, იმიტომ რომ ეს გჭირდებათ, რომ კიდევ მერე კიდევ იქნება რუიანები გასაკეთებელი. აი აქ უკვე ნახეთ უგუღმათვლებია. 1, 2. ცენტრალურზე ვაკეთებთ მატებას 1, 2 და 3. აი ეს. ისევ 2 უგუღმა. 1 და 2. და აქ 6 წაღმა. 2 უგუღმა. ისევ 6 წაღმა. აი ეს. შემდეგი რიგი. 30-ია, ხო, უკვე 30 რიგი. აქ როგორი თვლებიც ხდებათ, ისე გსოვთ. ერთად-ერთი აი აქ დააკვირდით. ხო, შუა თვლები უნდა მოგსოთ, როგორც უგუღმა, 3 უგუღმა, ანუ წინიდან გამოჩნდება როგორც 3 წაღმა. 6, 2, 6, 2, 3, 2, 6, 2, 6. ანუ ხვდებით ახლა ეს 6 რომელი იყო? 6 არის ესეთი თვლები, რომლებიც უგუღმად ამ შემთხვევაში უგუღმა რიგში უგუღმად იქცევა. 2 წაღმა. ისე 6 უგუღმა. აქ 2 წაღმა და აქ გაქვთ 3 უგუღმა. 1. აქ მატება იყო, ხო, წინა რიგში და ეს 3 თვალი როგორც უგუღმა უნდა მოვსვათ. 2 წაღმა. 6 უგუღმა. აი ესე. 2 წაღმა. და ისევ 6 უგუღმა. კარგით. აგრძელებთ. მივედით 31 რიგზე. აი აქ ვართ, მოდით მივახლოვებ ჯერ, კარგად გავარჩიოთ და მერე ისევ დავშორდეთ. 31 რიგია. 6 წაღმა, 2 უგუღმა.
6 წაღმა, 2 უკუღმა და 1 წაღმა, ხედავთ ხო, შიგნით. მატება 1 წაღმა, 2 უკუღმა, 6 წაღმა, 2 უკუღმა, 6 წაღმა. აი ესე. ანუ 1 წაღმა დაემატა აი ცენტრალური თვალის აქეთ-იქით. თითო-თითო. ესე პირველ თვალს არ გსურთ, დანარჩენებს გსურთ წაღმებს. ორი უკუღმა, 6 წაღმა. აქ იქნება 2 უკუღმა და ნახეთ, აი ეს არის თქვენი წაღმა თვალი, ცენტრალური. ეხლა მატებით ისევ წაღმა, უკუღმა, უკუღმა. ისევ 6 წაღმა. და ისევ 6 წაღმა. ხა შემდეგი რიგი იქნება უკუღმა რიგი. ისევე როგორც ჩვეულებრივ, როგორც ხედავთ, ესე იგი 31 იყო ხო, 32. როგორც ხედავთ, ისევე x-ოვება. სადაც აი ეს კვადრატები 6 უკუღმა იქნება, უკუღმა მხრიდან 2 წაღმა, 6 უკუღმა, 2 წაღმა. შუაში აი სადაც 5 თვალი გაქვთ, მოგხსოვთ როგორც უკუღმებს. 2 წაღმა, 2 წაღმა, 6 უკუღმა, 2 წაღმა, 6 უკუღმა. ძალიან მარტივია, ხო? აქ სულ უკუღმებს გსურთ ცენტრალურ 5 თვალს, აი ეს 5 თვალი მონახეთ, აი ამ წაღმიდან 2, 4, 5. აი ისევ წაღმა აქეთ. ეს 32 რიგი.